მიესალმე. მოალახლა. მოგესალმებით ჩემო თბილებო და ტკბილებო, როგორ ხართ? როგორ გიკითხოთ? რა ხდება თქვენსკენ კარგი და ახალი? ჩვენსკენ ძველებურად ჯერჯერობით. დივანი არ მოგიტანიათ ჯერ. ალბათ მოგიტანენ ამ დღეებში. თქვენსკენ რა ხდება? ახალი ჩვენსკენ ჯერჯერობით არაფერი ხომ გითხარით? გიოს ფეხი ტკივა, მაზი უყიდე, ისე მითხეს რომ მაზი კარგიაო, მოწოლისას დაუძელა, ტკივილ გამაყუჩებელიც არისო და ისედაც ყურნალობსო, მაგის ბრალი არაფერი არ აქვს, უბრალოდ ცხენმა რო დაარტყა ადრე ცხენმა რო წიხლი დაარტყა, მის მერე ცუდამინდებში უხსენებს. შარშანაც ამ დროს გქონდა, მერე დაგიზილე და გაგიარა. ხო და ეგრე $1 დალიედე და ის დალიე დაგიზელა კიდე და ჩაწექივე თბილად და გაგივლის. მე შეცივდა. რო ადექიმიტო გიძინ. გარეთ რო გახვედი? ხო. რო პოზაზე ეგეთ შეეძინა. ეძინა წერანა და მე გავაღვიძე. ხალხო არ შეიჩინოთ და შეგრა მეზარება. ხალხო ესია ჩვენი მდგომარეობა. რა ხდება თქვენსკენ ხალხო? ჩვენთან წიწილებს კლავენ და ნინელა გავდივართ მგონი ბოლოში. ცოტას ბევრი ზაკაზები არ არის. ეს რა მაზია ეს იგონდეს. უღური აქ რკინები ქონია იგი. რკინები არა პლასმასია. ესაა. ხო. ახლა მე იმას რატო არ აქვს ხვებს? ხვებს არ აქვს მე რა ვიცი. ეს ვეცკური ყოფილა ესეთი. მოიტო ღირა 6 ლარი. 6 მიეცი? ეს კაი ხარისხი ყოფილა და იმიტომ შეინახე მომავლისთვის კიდე. განათებები გვინდა აქაც გაკეთება და აი ახალაც და გარეთაც გვაქვს ისა 50 მეტრიანი განათება, იქაც გავაკეთებთ მე. ერთი ცოტა შემცირდეს ქათამი, რომ საღამოზე აღარ დაგჭირდეს ისა და ოთახებში ისა მაქვს მოსაწესრიგებელი. ისა და ისინი უნდა ჩამოვკიდო ახალი ფარდები. ხალხო და მერე გაჩვენებთ თან გადავიღებთ. ჩვენ ოლონტრიალს. ბიბია შენ ოხრინავს, წაღნა შენ ხინამდი ახლა ბიბია შენ გააგზელა. გაყვარა გარეთ. ვიდეოში გამოჩნდა. ოხრინვა თუ გაიგეთ მე ჩემი ახალ. აი ირემი და ისა აგაც ეგენი არია. ირემი და ბაბუა. სხვადასხვა ეგა. ხო, სხვანაირი ფორმა აქვს, მაგრამ იგივე პონტია რა. აქაც ფანჯრებიდან იყურებიან. აქაც იქიდან იყურება ფანჯრიდან. კისერის ფარამიტა რა არის? რა ვიცი მე. ჭირი ხო ჩაგით რომ მაკისერს. მე რა ვიცი შეიძლება. დღეს ჩვენ მოვიმოქმედეთ, საღამოზე ხო წავედით 6:30-ზე. სამუშაოზე. სამუშაოდან წავედით. აი ხელა გზა მოვიარეთ, ჯერ ხორავში შორი გზაზე გავდივართ. გონია მარტო ჩვენა ვართ ხალხო გარეთ. მივდივართ, მოვდივართ. დღეს რა მომივიდა სამსახურში ხალხო. ტაჩკა არის ესე სპეციალურად გაკეთებული რაღაცნაირად 4 ბორბალი აქვს, 2 უკან, 2 წინ. და ის დგას რა ქვია,
ლახანკა, აი ძველებური ლახანკები რო იყო, ხო და იმ ლახანკაში საკვებს გავხსნი ხოლმე და მითი გავხსნი საკვებს იმაში ხო ყრია ტომრებში გავხსნი ჩავყრი იმაში 3 წელი ჩადის უყრი ხალხნო ამ საკვებს მივიტანი ადგილამდე უკვე ერთი მხარეს ჩავყევი და მეორე მხარეზე მოვდივარ უკვე სასავამთავრებ რა და ყრასა თითზე რაღაცნაირად გამოვწიე რაღაცას გამოედო ისისა გალია იდო და გალიას თუფეშს გამოედო რა ვიცი ესისა და პირდაპირ დიდ თითზე აი თითი ფეხის თითზე არ გადავიარე ეს სავსე იმიანი რა ქვია თან იცი რაღაც ძალით მომეჯახა და თუ გული არ წამივიდო და ხალხო ვაი და შვები ესე გიორგი მეუბნება რა ქენი თითზე გადავიარე ვიტკინე აი და ამ საღამოზე კიდე გიორგიმ რაღაცა დამაჯახა პირდაპირ იმ თითზე ჟეშტია თუ რაღაცა ჟეშტი მაქვს ის არა დაბლინა ლა მესამე სართულზე მესამე ბოლოს პირველ სართულზე არა პირველი მეორე და მესამე ბოლოს სართულზე რო დაბლა არ დაიყაროს ძნელია ცემენტზე იმის აღება ხო ხო მიხვდით რა საცმობ აღარ ვიტყვი ხო მიხვდნენ კაცო რა ხო და იმას აშვები ხოლმე რა ქვია ის შემაგ და იმას ვადებ რომ იქ ჩაიყაროს კი გაფუჭებულია გადმოდის იქიდან მაგრამ მაინც იმდენი არ გადმოდის იმდენი მაინც არ გადმოდის ის დამაჯახა პირდაპირ თითში რომელშიც ამტკიოდა იქ კიდე სული კიდე გავყარე ვაი იმითქი თამარა დილას რო გამწარდი ერთი ნახევარი საათი რატო არ ამტკიოდა ეს თითი აი ახლაც აი რა მიჩუსტის მაგრამ რომ მოხდება მტკივა ვაი ის გავყვი ჩხილს ალბათ ვერ მოვიჭერი სანამ არ მომჩემ თუ არ წამძვრა არ ვიცი ჩხილი შემწვალე ერთხელ გიორგი ფეხის თითი რაღაცა დამეცა ბავშვობაში ფეხის თითი გონი ვაგური თუ რაღაცა არა ბლოკი ადრინდელი ბლოკები რანაირ ძიმე იყო ხო ის ფეხის თითზე პირდაპირ ამ დიდ თითზე და გამძვრა ჩხილი ასე წავიდა სერთოდ აღარ მქონდა ჩხილი იმაზე რა ქვია აი ასე ამორღმავებული და ხორცი ჩანდა გიორგი აი აქ რო ჩხილი რო აღარ იყოს და პირდაპირ ჩანდეს ეს ხორცი ვეღაც ფეხსაც ვერ ვიცვამდი ვეღაც აღარაფერს ვიცვამდი აი ეგრე ვიწექი ვერაფერს ვერ ვაკეთებდი რა ეს აი ქუსლით დავდიოდი რო დავლა თიცვი რა გამისივდა მე კი იმას ვქენი ჩემა პერეკისები ისინი და მე კი ექიმთან წამიყვანის რომ არ დამიჩირქდა პერეკისები და იმით მიმუშავებდა გან არ მიმუშავებდა მაგრამ ის არის რა ქვია მაინც წამიყვანის მე ანტიბიოტიკები დავდე სიცხეც მომცა ისე მქონდა ფეხი თითი ვაფშე სერთოდ აღარ მქონდა ჩხილი ხალხნო ჩხილი სერთოდ აღარ მქონდა მე გძნობდი რომ მოდიოდა ჩხილი იზდებოდა ტკივა დედი ცოტა ხანი მოითმინე დაგიზელა მე მაგას ტკივილი გამაყურჩებელი ცურებია ოსკარს მივარტყი იმას მივარტყი რა ქვია მაგიდას ხო და ის არის რა ქვია გამძვრა ჩხილი იგივე ახლა ის ჩხილი მატკინა კიდე გიორგი მე ხო დილის ვიტკინე და დილას საღამოსაც მატკინა უარესად კიდე ინა ამავკილ დავწივდი თან კათოლიკ გაყავდათ ხალხო რომ შემოსულიყო არ გადაილეოდნენ ხალხი და აკივლეს ამ ქალწაო დილას ცოტა ხადა ასე სუნთქავდი რომ გული არ წამსვლოდა შეიძლება წამივიდო და მივიდა ჩემამდე ისე წარით მოვიდა აი ახლა ის თითი მაქა გაჭრილია რა ვიცი მე რა ვიცი რაღაცი გავიჭერე ორი აქ გაჭრილი მაქვს გაჭრაზე გამახსენდა ხალხო ის ჟეშტი რაღაცა ისე მაგრად ჭრის ხალხო რომ
Raga danit gaჭრილი და raga იმითი. ნანა უფრო არ აჭერს. თონა ეს. წავედით იქით აფთიაქში. ზევით მაღაზიაში ვიყავით. ოღონი აფთიაქში კი არა, ავერსის აფთიაქში არა. მეორე აფთიაქია ჩვენთან. კერძო. ყველგან ბაღლა. მაგრამ სოთაშორის კაი რჩევს იძლევაში ხალი. ექიმი ვითარი, ექიმია რა. ის გზა მგონი არც იცით თქვენ. იმში შორე გზა მოვია. ერთი ნახევარ საათზე მეტი ვიარეთ რა, მეტი. მე გზაში ზოგ სახში საახალწლო განათებები იყო. გაკეთებული გარეთ, ნახეთ ისინიც. მოვინახულეთ. რაღაცა თემებია, მაგრამ ეხლა იმ თემის ერთი დღე უნდა დაჯდეს სერიოზულად. სერიოზულად. და ისაუბრო. ისაუბრო, ეხლა მაგის თემის საუბრის დრო არ არის. ერთი დღე მოვიცლით და გიპასუხოთ. კარგად რომ იმას ვიზავთ. ხო, აი ყველაფერი მოთავებული იქნება გოხდათ ისა. გვიანაც რო არ შემოვალთ. შუა დღეზე რო სახში ვიქნებით. შემოვართ ერთი დღე და გესაუბრებით მაგ თემებზე. არ გეგონოთ თუ რომ დამავიწყდა. არ დაგიბრუნებთ სიტყვებს. უნდა დასკრინო? მაგრამ პასუხს ვერ გაცე, ვერ დააგულებ. არ და იმას ვიზავ რა ქვია, დავსკრინავ. ეხლა რო შევა იმებს. ხო. რა ქვია? თემებს დავსკრინავ რო შევა. არ დავაგულე სპეციალურად რო არ დავკარგო თქო. ხო. დავსკრინავ. დავაგულებ. და მიხვდებით რომ წავიკითხე, მაგრამ იმას ვიზავ რა ქვია. ერთი დღე დავჯდები და გაგცემთ მაგ იმებზე პასუხს. ეხლა იცი ძალიან გადარბენაზე ვართ ხალხო. ძალიან გვიან მივდივართ სამსახურში 10 საათზე მივდივართ, იმიტომ რომ დილითაც კლავენ, საღამოთიც კლავენ, საღამოთი ძალიან გვიან მივდივართ. და აი ვერანაირად ვერ ვახერხებ. სახში რომ მოვდივარ, კიდე რაღაცა ხომ უნდა გავაკეთო. იქ საქმე. მარტო ერთ სამსახურში ხوار დავდივართ, 2-3 სამსახურია და ელემენტარული ძნელია. სახში ხო რაღაცა უნდა გავაკეთო და აი ნამდვილად სასაუბრო თუ არ გვცალია. თორე ეს საღამოობით შევოგირბენთ ხოლმე. ხო, ეგრე თუ არა. სასაუბროდ დავსხდებით ერთი დღე, გამოვნახავთ საუბარს, ლაივიც ვეღარ ჩავრთევით. ხო. ხალხო ის მინდოდა ჩართვა რა ქვია. ამ წლის ბოლო შეფასება ლაივში. აუ რა. ხო, ბოლო შეფასება ლაივში და ვერ შემოვედით ეხლა ხალხო, მაგრამ შემოვალთ. გავაკეთებთ რა ვიცი. თვითონ აი ოთახებიც მოსაწესრიგებელი მაქვს. არაფერი ისა მაქვს, არეული მაქვს. საბნები, მაბნები, ყველაფერი არეული მაქვს, ამოყრილი მაქვს იმიდან და ვეღარ გავაკეთე რა. აქ ახლა სამზარეულოში საჭმელს ვაკეთებ იმას და სამზარეულოს ვაწესრიგებ და იქითაც ბინძურად კი არა მაქვს, მაგრამ აი ისა მაქვს რა. ხა თან გიორგისაც ფეხი რო ტკივა. ვერანაირად ვერ იმოშვება. ხა კიბეს კი მივიდგა მიმოშვება, მაგრამ აი რაღაცა მაქვს შესაბრუნო, შემოსატრიალები, გასატრიალებელი, მისაწევი, მოსაწევი და ძიმე რო არის, ახლა გიორგი თუ არ ძიმეთ და ის თუ არ მოვიხმარე. გიორგი თან ფეხი რო ტკივა. რაღაც თუ მოვიტყი მუხლში. ხო. და დღესაც ძლივს და ჩეხა შეშა. არის ყველაფერი მე. შეშა ძლივს და ჩეხა დღეს. ძლივს მოაწერეს ლიგა, შეშა. ძლივს დავჩეხე შეშა, იმით წავედი რა ქვია. სკამით. დიდი სკამიზე იჭდა, ვერ ხრის მუხლს ძალიან. აი მეც საშინლად მაშინ არა, გატეხილი და რაღაცა არ ქონდა. ხალხო ჩვენ სურათიც გადაუღეთ და ყველაფერი. არა, გატეხილი არ ქონდა, მაგრამ უბრალოდ იცი რა ქნა, ძალიან ძლიერი იმითი არ. აი ეს გაარტყა. აი პირდაპირ დაერტყა გიორგი, უბრალოდ გაგარტყა იმან. აი რაღაცნაირად გაგარტყა. განაარგეთ კინამ, წარი იყო, მაგრამ
აი გაგარტყა უბრალოდ და იმიტომ რომ პირდაპირ მაგრამ მოერწყა შეიძლება მუხლი შეეკეხა. ის რაღაცები რო უკეთია ხოლმე, რა ქვია მას. ცხენებს რო უკეთია ხოლმე. ნალები, ხო? ეგენი ეკეთა. გაარტყა ის ნალები. უბრალოდ ის იმას აქნა რა ქვია. გამარტყა და გაიქცა თორე ის რომ მომხვედროდა, ალბათ მუხლი ის იქნებოდა რა ქვია. ჩამტრეული. და მომიწევდა თაბაში ის ჩასვა. ხო და ყავდა იქინთანაც ისიც გადაუღეთ, ისიც გადაუღეთ, მაგრამ არაფერი არ არის და დრო და დრო ხალხნო უხსენებს რა ქვია, ცუდამინდებში. აი ზაფხულში არ იცის, ზაფხულში არ დგება. აი როგორც ამინდები აირევა, ან წვიმა, ან ქარი, აი იმ შემთხვევაში იცის ისა და აქ აფთიაქშიც უთხარი, ის ქალი ქიმიკალი არის. რაღაც მასი ხო, ყველაფერი ესმის აბსოლუტურად და მითხრა რომ პირდაპირ დაჟეჟილობა აქვსო ეხლანდელიო და არა მეთქი ადრე ცხენმა წეხლი დაარტყა მეთქი და მის მერე უხსენეთ და იცისო გახსენებაო გითხრა იმ ქალმა და შეგეშინდეთო და მალამო მოგცა ისეთი რომ ტკივილგამაყუჩებელიც არის და ანთებას ჩააქრობსო თუ რაღაცა არისო აი უბრალოდ იცისო ტკივილი რა გახსენებაო და არაფერი არ არის საშინ უგიშინიათო და თავარი ახლა იქიმი არის და იცის და ახლა ამ წუთში დაჟეჟილობა რო ყოფილიყო კიო უნდა გადაუღო და რაღაცა უნდა გააკეთო მაგრამ არ უნდა ახლა არაფერი ეს მალამო წაუსვი და გაულისო თან ანთებითი რაღაც ანტიბიოტიკი ურევიაო თუ რაღაცა ურევია ხო ხო ტკივილგამაყუჩებელიც აქვს ტკივილგამაყუჩებელიც აქვს ანტიბიოტიკიც ურევიაო და გაულისო ამითი დაუზილეო და სხვათა შორის მაშინ კიდე ბედი რომ თვალში არ მომხვდა ან ცხვირში ვაიმე კიდე აი ავაში ჩავარტყა რა ჭაში იმან რა ვირმა ო ეგეც წარე იქნება დახრილი ვიყავი და ახლოს იყო თვითობა და ხალიში ალბათ ეგეც წარე იქნება ო ბრა არის ვირი არ ვიცი, მაგრამ ცხენის ციხლი კი ბატონო. წარეა. ცხენები მიყვარს, მაგრამ ახლოს ვერ არის დღემდე. წამოდი მეთქი დღენი გადავიღოთ და ეხლა შევეკითხე უბრალოდ იმ კაცს მეთქი ის არის წამომყვადა. შევეკითხე რომ ესე და ესე აქ მეთქი და არაფერი არ არის საშიში უგიშინი არც რედგენიო და არც არაფერიო. უბრალოდ ეხსენებს და იხსენებსო უბრალოდ ის ტკივილი. აი მაგალითად მე ხალხნო. რამდენი წელია უკვე მე ოპერაცია გავიკეთე, როდის გავიკეთე? 2018 იყო მგონი. ხო, 2018-ში. გავიკეთე ოპერაცია და აი დღემდე ამინდი რო აირევა. ამინდი სანამ აირება, გრძნობ რომ ტკივა ოპერაციები და ამინდიც რო ცუდია მტკივა. აი სერიოზულად მტკივა რა. შიგნით არაფერი მტკივა, ვიცი რომ ოპერაციები მტკივა. ხო და მის მიერ რამდენი წელი გავიდა. ნაკელიც არ მეტყობა, არანაირი არაფერი არ მაქვს აბსოლუტურად. აი ზულიც არ მეტყობა იმის რომ ვითომ ნაკელი, მაგრამ ამხელა მომქონდა ნაკელი, ამხელა ნაკელი მქონდა. ხო და რამდენი წელი გავიდა იმის მიერ. ბავშვი ვიყავი მაშინ და ის არ მახსოვს რომელი წელი იყო და აჰა დღემდე მიხსენებს. უხსენებს ხო, აი ამ დრო როაც ცივდება იცისო და არ შეგიშინეთო და მალამო იმას ქენიო წაუსვიო და მე ვიცი რომ მალამოების ერთად კარგია რაღაცა რო გტკივა. სხვათა შორის ის არის, რა ქვია, ტკივილგამაყუჩებლები კი შეიძლება დალიო, მაგრამ კუჭს აღიზიანებს ძალიან. ხო. რა მჭირს ხმაზე დღეს რა არის? ხალე რო გიწინა. უკეთია. იმიტომ. ხრინავდი? ხო. ხრინავდი. რაღაცა ვიდეო ჩავთე და იმასაც ვერ ვუყურე TikTok-ში. TikTok-ში ვიყავი. ხო და ეგრე. მაგალითად აი წარმოგიდგენი აი რაღაცა განწყობა არ არის ახალი წელი. სახალხო განწყობა, ხო? თითქოს ახალი წელიც არც მოდის რაღაცა ისე. თითქოს ის არის, რა ქვია, ერთი ჩვეულებრივი დღე რა. ხო რა.
რაღაცა ისეთი ის. რატო არის ესე? არ ვიცი, რატომღაც არ იგრძნობა განწყობა. შაშან ამ დროს ყველაფერი მოხდული ქონა გარეთ, შიგნი, რა ვიცი, ყველაფერი. შიგნი გარეთ ყველაფერი გაკეთებული ქონდა, რაც გავაკეთეთ, ის გავაკეთეთ და დავანებეთ თავი. კიდე გვაქვს 3 ცალი გასაკეთებელი. 3 კი არა, 3. 4. 3-ია დედა, 4 აღარ არის. იმისი. გარეთ ხო, მაგრამ ისე 3 არის აქ შიგნი გასაკეთებელი. იქ შიგნით ხო? გარეთ როგორღაც გავაკეთეთ, რა ვქნა. რამენერაც ვიზამთ. ხალხო, მოდის ახალი წელი რაღაცნაირად უნდა მოვიყვანოთ განწყობა და რანაირად არ ვიცი. გილოცა. თუ რამე იცით, იმას აკენით, რა ქვია, დავიწერეთ. როგორ მოვიყვანოთ განწყობა? იქით შემცივდა წეღანა და შავი ისა შემოსაცმელი. ჩვენი დე მადლობა. ღვთისმწალობა. ხვალ ველოდები ხელფასის დარიცხვას. YouTube-ის ხელფასის. 21-დან 26-მდე ველოდები. YouTube-ი. გული, შენ როდემდე გაქვადა იმისი? რის? რა ქვია? რა? რა ქვია? რაში? პასპორტი. პირადობის? არ ვიცი. 2031-მდე რა არის? არა, ვადა არ უნდა გაუვიდეს შენ იმას, თუ ხელფასი კი აღარ ეგ ვიცი არ უნდა გაუვიდეს. 27-მდე აქვს ბარათს. 2027-მდე. რა? ბარათს. რის ბარათს? ხელფასის ბარათს. არა, ბარათზე კი არ გეუბნები. პირადობაზე გეუბნები. 2031-მდე. რა, ბარათს რა შუაში? ჰა? როგორ არის შუაში? მე რომ გავუვა და უნდა შეცვალო, ახალი გააკეთო. როდემდე აქვს? 2027-მდე. ჯერ სადახალხო. ჯერ 25 არ მოსულა და 27-მდე დიდი დროა. 2 წელია კიდე იქი, 3 წელია იმის მე. იმის მერე. 3 რანაა თუ? 2 წელია. ო. 2 წელია. 2 წელში არ იქნება ადამიანი თანა. რა იქნები 2 წელში? 2 წელის მერე. უნდა ვიყო. 2 წელი კი რა 10 წელი უნდა ვიყო და 20-30 წელი. საერთოდ რა იქნება მომავალში რა ვიცი. წინასწარ არავინ არაფერი არ ვიცით. აი მას რო უყურებ საღებავი იყიდე. და აი გველი. ის არის რა ქვია. საღებავი ვიყიდე. მე შევიღებავ თმებს. მოიწესრიგებ თავს. და სახელმწიფო განწყობა აგერ. ჩვენ თავზე არათებს. ციმ აინდე ციმ ჩაქრი. ციმ აინდე ციმ ჩაქრი, ციმ აინდე ციმ ჩაქრი. ჩაქრი. არა და როგორი განწყობა მქონდა ხალხნო. კაში. ისეთი განწყობა მქონდა, რომ ნაძვის ხეც იმაში ნოემბერში მოვაწყე. დავდგი. ახლა აქეთ გადმოვიტანეთ ნაძვის. მაგეთი დგას ახლა იქ ხო დავდგი და დგას. ცოტა ხანში შეიძლება გიძე სადღაც გადავიტანო. შეიძლება იქ გარეთ გავსვათ. გამორიცხული არ არის. ხალხნო, დივანები არ მოუგიტანეს. დივანს ველოდებით ხალხნო. არ მოგვიტანეს. ორ შაბათს მოგიტანთო და იმედი ორ შაბათს მოვამართლა. ორი გადავიევი შევიშლები ჭკუიდან. გავგიჟდები. არ მოგვიტანეს ხალხო. ახალწლამდე მოგვიტანე. ორ შაბათსო და. იმე, ღმერთო რა. უცა ორ შაბათს რა რიცხვია? ღმერთო შეკაცო. დღეს პარასკევია. ხვალ არის შაბათი. დღეს 20, 21, 23 ორი იმაში აქვია. 23, 20 რა უბედურება რა არის. 23 23 არის
ორშაბათი. ახალი წელი მოდის. ამიდა. გაკეთება. მეზარება რატომღაც ამახართ ისე ენერგია აღარა მაქვს. ამ წელს რატომღაც ვერ არის. არა, გავაკეთე. ენერგიაზე მოვალ, უნდა გავაკეთდეს მეტი გზა არ არის. სხვა გზა არ აქვს. გამოფხიზდეთ. უნდა იმას აქვთ, რომ ქვია, თავს უნდა დავატანოთ ძალა, რომ რამენაირად განწყობა მოვიყვანოთ და შევხვდეთ ახალ წელს. ცხენახელი გული ვეფხანება. ჰა, მარცხენა ფულიც. ფულიცო. მარცხენა მევხანება ფულიც. მე ვარ და აი მარცხენა ხელი გული რომ დამიწყეს ვხანას. ფული მოდის. ჩეჩქივით. ძეძგივით. ჩეჩქივით არა ის კიდე. ჩეჩქივით ის არის ბაჭკევით რომ მოგიო რა არა. იმას აშვება რა ქვია. ვაიმე გუშინ Facebook-ში ნახე ხალხო ერთი ტრეილერი ის არა ქვია. მოხდილი ტრეილერი რო არის იმ ფული იყო ერთი ტრეილერი სავსე. აუ. ეგ მოგცა? გიორგის filmები დაინახე რა თან დოლარები იყო. ეგ მოგცა რა დავიხატებოდით. ერთი სავსე ტრეილერი რამდენი ბაჭკა იქნებოდა იქ 1 მილიონზე მეტი. მილიონი კი არა ტრილიონი ის არ იქნებოდა უფრო მეტი იქნებოდა კიდე ტრილიონზე მეტი იქნებოდა. იმხელა არის ტრეილერი და იმაზე რომ ტრეილერი წარმოგიდგენია ტრეილერზე რამხელათი იყო ასე აციკული იყო ასე რაღაც. იმხელა არის ტრეილერი და იმ ტრეილერზე რომ იმდენი ფული იყოს რაც ტრეილერია. იმდენი იყო სამსე ხალხო. რომ მივდიოდით სამსახურში კი მოდიოდა უშველებელი რაღაცა მანქანა. გვერდზე რო გადავედი. გვერდზე გადავედით იქ. რატომ არ ვიცი ჩვენ მაგეთ დიდ მანქანას რო ხედავ მაგრამ ლაპარაკობ დღეს. ეგეთ დიდ მანქანას რო ხედავ გადავდივარ სადღაც გვერდზე. რატომ აქ ჩვენ არ ვიცი. ხალხო პიროტექნიკა აღარ არის ხო? პიროტექნიკა აღარ არის ხალხო. ბაზრობაზე ხო შემოვტყავენ მთელი ბაზრობა ვერ ვიპოვე. მაღაზიაში არ არის. ალბათ დღეს მოგვიწევს ასე ყოფნა, წელს დღეს ხო. ასე ყოფნა და ისე შეხვედრა. უნდა უყუროთ იმებს, რა ქვია, ვარსკვლავებს, როგორ ანათებენ. არც არის საჭირო. გაქრა. მე თუ მკითხავ, საჭირო არის? არ არის. ზოგს ხელები უფეთქდება და ზოგს ტიმი. შარშანამდე ბახაბუხი იყო და ხო, არ დროს. ვინც გაისვრის ახლა გიორგი მაგას თუ ეკნება სახში ნაყიდი ხო? ჯარი იმას აიკიდებს. თან უშულებელს. ცოტას კი არა. რა ვიცი მე ისედაც ვფიქრობდი რომ არ ვიყიდი თქო და თუ არ ვიყიდი და თუ არ ვიშვრე დიდი ამბავი ისედაც მოვა ახალი წელი. ხო რა. ახალი წელი ისედაც მოვიდა ასე და იმასაც ხო აბინძურებთ რა ქვია დედამიწას. ხო. ბუნებას, ჰაერს. ძაღლებს ცალკე ეშინია. ცალკე მეცნე შინია. შაშანი ის ხო ვიყიდე რაღაცა ის ხო ვიყიდე რომ ის რო არ მიმემაგრებინა რაღაცაზე იმას იზავდა რა ქვია. ძის აღარ გამიტაცებდა რო აფეთქდებოდა გამიტაცებდა ამაფეთქებდა ჰაერში. ბუფ ნაინაი პერებში. აკილამაზი კი იყო მაგრამ კაი. თან მე სუნი აქვს საზიზღარი რაღაცა. სუნთქავს ადამიანი. ჯერ ისე ამდენი უბედურება ვირუსები არის. ამდენი დაავადება, ღორის გრიპი შემოვიდა, ხალხო ისე სიმსივნია, ამდენი უბედურება და კიდე ახლა ის კიდე რაღაცა ვირუსები, ხან ქათმის გრიპიო, ხან ღორის გრიპიო. ის უთქე აბა ისაც კიდე. ღორის გრიპი შემოვიდა. გავცილდები შენ ჭირმე ახანა ეცალცხვეში რომ გამჭედავს კი აღარ მოვდივარ გულს. ეგრე შუაში აიმასთან.
მე რა ვიცი ღორის გრიპი და ეგრე არა ღორის გრიპიო და ეს ღორის გრიპი რანაირი არის? ღრუტუნი უნდა დავიწყო მაინდამაინ რა სიმპტომები აქვს? უნდა ვიღრუტუნოთ? თუ ვიღრუტუნოთ, ესე იგი უნდა მივიდეთ ეკით და ღორის გრიპი გქონია. ადრე ქათმის გრიპიო. თელი რაც გადამფრენი ფრინველები იყო, მოსპეს. ეხლა ღორებზე გადავიდნენ. ვირთხები და ღამურები ხო არ ეყოთ და ეხლა ღორზე გადავიდნენ კიდე. რაიმე ფეხი მეგუშდება. მე რა ვიცი. ой მიყავს იქით ისა. მოდი ახლა დაიმშვიდობეთ ცოტა ხო იქნება გიორგი. 30-ზე ვარ. დაგვიმშვიდობთ. ხო, დაგემშვიდობებით ხალხო. კაია თქვენთან საუბარი. მაგრამ გვიანია უკვე. დილით ადრე მივდივართ ხალხო. და ეს რა უბედურება არის? ესა ჭიანჭველა გორი. მე დედაია. რა არდი? მე რა ვიცი. წარეთ მიკბინა. გიგონა ჭენჯველა იყო. ალბათ. წარეთ მიკბინა რაღაცა. ხა დაგემშვიდობებით. მომავალი ვიდეომდე ნახვამდის. ბედნიერი ღამე გქონდეთ. ბედნიერი დღე. არა, ბედნიერი დღე მეთქი რა დღე. ბედნიერი და მშვიდობიანი ღამე. ტკბილი ძილი, ტკბილი მოსვენება, კარგი სიზმრები. პოზიტიურად რომ გაიღვიძოთ, ცუდი სიზმრები არ ვარგა. გაიხარეთ, გამრავლდით, გაბედნიედით. ღვთის წყალობა მოგცეთ ღმერთმა, ჯანმრთელობა პირველ რიგში და მშვიდობა. მე ჯანმრთელად თუ იქნები, მშვიდობა თუ იქნა და ღვთის წყალობა თუ გქონდეს, ყველაფერი იქნება. ჯანმრთელი თუ არ არის ადამიანი, ხო, არაფერი არ გინდა და მშვიდობა თუ არ არის ქვეყანაში. აბა თუ დამე თანხმებით მაგას, ნამდვილად, აი ჩემი აზრით. აი რა გინდა? ჯანმრთელი თუ არა ხარ, ქვეყანაში თუ მშვიდობა არ არის და გენგრევა თავზე ყველაფერი და გექცევა, ეგეთი ცხოვრება რა გინდა? ხო, ეგეთი სიკარგე არც იქნება. ხო. აბაჰე და აბაჰე. აბაჰე. ნახვამდის ახლა ფეხი უნდა დაუზილო გიორგის. მომავალ ვიდეომდე. კარგად იყავით, მაგრად იყავით, ჯიგრად იყავით. აბაჰე და საქართველოში ვინც ხართ, ღამე მშვიდობისა და ის არის რა ქვია. ევროპაში ვინც ხართ, არ ვიცი რა დრო არის ახლა თქვენთან, ის დღე მშვიდობისა რა დროც არის. აბაჰე, კარგად იყავით. ნახვამდის მივედ მოვედეთ. რა ვიბოდიალე არ ვიცი. ხლართვას, ბლართვას, მიითლას, მოთლას და რა ვიცი მე. ახლა თქვენამდე უნდა მოვიბაბღო რაღაცნაირად. აბაჰე, ნახვამდის. ნახვამდულის. Bye.